გამარჯობა. არსებობს ასეთი ლეგენდა. ქართველებმა გადაწყვიტეს, მოდი ბაბილონის გოდოლზე მაღალი გოდოლი ავაშენოთო და ღმერთს ზემოდან დავხედოთ. მეორე დღეს ანგელოზებმა ამბავი მიუტანეს ღმერთს. რომ ესეო ქართველები აპირებენო ამ დიდი გოდოლის აშენებასო ზემოდან უნდა დაგხედონო და არ დავსაჯოთო? ღმერთმა უთხრა რომ არაო დაანებეთ თავიო, მაგათ შეიძლება გოდოლი მართლა აშენონ, მაგრამ ზემოთ ვერ ამოვლენ. რატო და ლიფტის ფულს არ დადებენო ეგენ. უცნაურია რომ ესეთი ლეგენდების მოყვარული ხალხი ვართ ქართველები და თბილისის და ვარძიის გარდა არაფერზე არ აქვს ლეგენდა როგორ წარმოიშვა. ამიტომ დღეს ვილაპარაკებ რომელი ქალაქი რა ლეგენდის საფუძველზე წარმოიშვა. როცა ღმერთი ანაწილებდა ქალაქებს, გაანაწილა. წვრილთვალება ხალხს მიცა ტოკიო, სეული, პეკინი, ლოთებს მიცა მოსკოვი, ომსკი, ცოტა წითურებს მიცა ლონდონი, დუბლინი, ცოტა შავკანიანებს მიცა კინშასა, ნაირობი, ისინი უკმაყოფილო იყვნენ რა არის ესო და ღმერთმა უთხრა ცოტა ხანი იყავით, მე პარიზში გადმოგიყვანთ. ამსტერდამშია. და რომ მორჩა ყველაფერი და ანაწილა და უკვე რომ უნდა გადაიცვას და წავიდეს და აკაკუნეს კარზე. აბაუ შემოვშვთვინ არიანო და შევიდნენ ჩვენო საქართველოდან ვართო, ბევრი ვიარეთო, გზა გაგვერიაო, იქ მერე დავლიეთ ცოტა, ესა აგვაგვიანდაო მოკლედ და ქალაქი გვინდაო. ერთმა უთხრა ესე გავანაწილე უკვე აღარ დამჩაო ქალაქებიო და ერთი იერუსალიმი მქონდა ჩემთვის შენახულია და აი გაძლევთ იქ ცხოვრეთ. ესენი დაფიქრდნენ და ხო, უკეთესი არ არის რამე? ასე დაარსდა ზუგდიდი. შემდეგი ლეგენდა, ნოეს კიდობანი რო გაჩერდა არარატზე და წარღმა რომ მორჩა, ნოემ გააღო კარი და ეს ცხოველები გამოვარდა გარეთ ყველა და გაიქცა. ხო და შეეშინდა ნოეს რომ წარღმა კი მორჩა, მაგრამ წყალი ჯერ მაღალია და რამე არ მოუვიდეთო და გაეკიდა, მაგრამ ზებრები იქით გაიქცნენ აფრიკისკენ, სპილოები ინდოეთსკენ, ქათმებმა როგორც იციან სადღაც ესე და ერთი 10 დღეა რა ვერცერთი ვერ იპოვა და ანერვიულებულმა ღმერთს თხოვა რომ ღმერთო რამე ნიშანი მომეციო რომ რომელიმე მაინც გადარჩაო და აქო ქალაქს ავაშენებ. ამ დროს ისერზე უკბინა რაღაცა. მიიხედა კოღო, ასე დაარსდა ფოთი. კიდე ერთი ლეგენდა, მეფის ასულს ჰქონდა წვეულება და დაპატიჟა ყველა ვისაც ეკუთვნოდა ეს ფერიები ესენი ისინი და ერთი ფერია დაავიწყდა. ეს ფერია გამწარდა და დაწყევლა რომ 1000 წელიო შენო უნდა გეძინოსო და მერეო კი ბატონო ვიღაცა გაკოცებს და გაიღვიძებ. ეძინა მეფის ასულს 1000 წელი და რო გავიდა 1000 წელი მზე ჭაბუკმა დაინახა. მივიდა და შესწახა. ვისი ბაღანა აიდა? ასე დაარსდა ქობულეთი. შემდეგ ლეგენდა არის მოკლე. ერთხელ გლეხმა შურდულით მოკლა ბეღურა. უწყლო ადგილი იყო, ჩამოვარდა ბეღურა, დაეცა ქვაზე კეფით და მოკვდა. ცოტა ხანში მოვიდა გველი და შეჭამა. ასე დაარსდა რუსთავი. შემდეგი ლეგენდა, მეფე და მისი სტუმარი ძველი დროა თამაშობენ ქალაქობანას ბუზე. და მაშინდელ ქალაქებს იძახიან ახლა, ამან თქვა ბაღდადი, იმან თქვა ბასრა, ამან თქვა ბეირუთი, იმან თქვა ბეთლემი. და მეფის ჯერია და იძახს რომ ბაღდათიო. ისეუნება რომ იყო უკვე ბაღდადი. ბაღდადი კი არაო, ბაღდათიო. ეგეთი ქალაქი არ არსებობს სტუმარი. რას ქვია არ არსებობსო და გახედა მკაცრის სახით ვეზირს და სხვა რა გზა ქონდა ვეზირს, ასე დაარსდა ბაღდათი. რაც შეეხება ლანჩხუთს, ერთხელ გურულებმა გადაწყვეტეს რომ მოდი ისეთი მაგარი ქალაქი გავაშენოთო რომ ღმერთსაც მოუნდეს აქ ცხოვრება. და დაიწყეს მართლა მაგარი ქალაქის შენებლობა, გადმოხედა ღმერთმა და ესენი მართლა აშენებენო და ენას ვერაურევდა ეხლა გამოყენებული ქონდა ბაბილონში. ამიტომ ენა აუჩქარა.
ამის შემდეგ უკვე 5000 წელია გურულებს წესიერი არაფერი არ აუშენებენ. რაც შეეხება ქარელს, ქარელი ქალაქი გონიათ თქვენ? არა. ქარელი არის მიტინგი. უბრალოდ იქ უნდა და ვიღაც თავად ქალაქის აშენება და ხალხი გამოვიდა რომ აქ ქალაქს არ აგაშენებინებთ. სანამ მაგ სულელურ მოთხოვნას უკან არ წაიღებთ, არ დავიშლებით. და დგანან ეს 600 წელი არ იშლებენ. ეს არის ქარელი. რაც შეეხება ხაშურს ლეგენდა არა აქვს. ან რატო აშენდა? ან როდის აშენდა? ან ახლა რატო არსებობს? ან მომავალში რას აპირებენ? და თუ ოდესმე ექნა ლეგენდა ხაშურს, დარწმუნებული ვარ ასე დაიწყო. ერთხელ ღმერთი გაბრაზდა და მოკლედ იკითხეთ ლეგენდები, ოღონდ არ დაიჯეროთ. კარგად ბრძანდებოდეთ პერიოდულად თქვენი გიორგი ჭანელი.